სასჯელი პროტესტის გამო რეჟიმი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიებს განაგრძობს. ქუთაისში მოსამართლის სახლთან ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობის გამო საპროტესტო შეკრებისთვის აქციის 9 მონაწილეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. ჟურნალისტებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს პოლიცია სავარაუდოდ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ედავება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმეს ეს ხდომა ხვალ უნდა გაიმართოს. დავით კობიძე გვერდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. სავარაუდოდ ხვალ გახდება უკვე ცნობილი რა სახის სანქციას დაუწესებს ქუთაისის საქალაქო სასამართლო იმ 9 ადამიანს, რომლებმაც მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად მხოლოდ 30 წუთით შეიკრიბნენ ერთ-ერთი მოსამართლის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან. ეს არის ის მოსამართლე, რომელმაც არ ცნო მზია ამაღლობელის საჩივარი, სააპელაციო საჩივარი მისი უკანონო პატიმრობის შესახებ და თავდაპირველად ქუთაისში მიმდინარეობდა სულ სხვა ლოკაციაზე აქცია, თუმცა აქციის მონაწილეების ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ სიმბოლურად მისულიყო ამ მოსამართლის სახლთან და იქ გამოეხატა პროტესტი, როგორც თავად აქციის მონაწილეები ამბობენ და ეს გაშუქდა კიდეც ბევრი მედია საშუალების ეთერითაც და მტკიცებულებებითაც დასტურდება, რომ იქ რაიმე სახის ხმაურს ან საპროტესტო შეძახილებს ადგილი არ ქონია. ადამიანები უბრალოდ იდგნენ საპროტესტო ბანერებით, მხოლოდ 9 საათი დაყვეს სახლთან და შემდგომ უკვე დაიშალდნენ. ამ 9 ადამიანს შორის არიან ჟურნალისტები, მაგალითად გელა მთიულიშვილი, ნინო ქათამაძე, მუსიკოსი, ვლადო აფხაზავა, მასწავლებელი, ხვიჩა ვაშაყბაძე, ასევე ჟურნალისტი ქეთევან ფილაური, მაია ცირამოა, ფსიქოლოგები ირინა ზარანდია, სამოქალაქო აქტივისტი გივი ცინცაძე, ლანჩხუთის საკრებულოს წევრი და ეკა კუხალაშვილი, ასევე ჟურნალისტი. ეს არის იმ ადამიანთა სია, რომელსაც იმ სამართალდარღვევის მიხედვით, რომელსაც ედავება ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაქსიმალური ვადა ითვალისწინებს 15 დღიან პატიმრობას ან ფულად ჯარიმას. 30 წუთი დავდექით, გავშალეთ ბანერი, არც ოჯახის წევრები არ შეწუხებულან, იმიტომ რომ არავინ არ გამოსულა, პირიქით ძალიან ჭიშკრიდან ძალიან კარგად ჩანდა, თუ როგორ უყურებდა მოსამართლე ტელევიზორს და ვფიქრობ, რომ არაფერი არ გაუგია. თურმე ჯერ საქართველოში ამ მუხლით არავინ არ არის გასამართლებული, პირველი სასამართლო ტარდება, სწორედ აი ამ მუხლით. ძალიან ისეთ კვალიფიციური ადვოკატებმაც კი არ იცოდნენ თუ რა იყო საფრთხელი. შეიძლება აი ცოტა ხანში სადარბაზოში რო ჩავიდეთ და რაღაც ვთქვათ მეზობლებს ველაპარაკოთ, შეიძლება ამაზეც კი კანონი გამკაცდეს. დავალებას შეასრულებს ის ხვალ დილის 12 საათზე დარწმუნებული ვარ უკვე აქვს ჩვენი დასჯის გადაწყვეტილება გამოგზავნილი მეილზე. ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს, ეს ვერ შეიგნო და ეხლა ცდილობს ამ უკანონო კანონები დაგვასამართლოს რაღაცა აბსურდულ გადაწყვეტილებებით, თავისი მოგონილი ბრალდებებით. არ გვეშინია და საქართველოს რუსეთი არასოდეს არ გახდება. ალბათ ამ დაგვაჯარიმებენ, ან პატიმრობაში გაგვიშვებენ. და ამით უნდათ ეს საპროტესტო აქცია, ეს მუხტი ჩაახშონ, რაც უნდათ ის განაჩენი გამომიტანონ. ჩვენ არ უშინდებით, სულას ვაპირებთ ბოლომდე, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა დამთავრდება ქართული ხალხის გამარჯვებით. სხდომა ხვალ 12 საათზე დაიწყება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მას მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.